გასავალდებულებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკის გაერთიანების წევრობა. მთავრობა ევროკავშირთან ერთად საგზაო რუკაზე მუშაობს. ბიზნეს კონტაქტში ელენე კვანჭილაშვილის დროა. ელენე, გამარჯობა და გისმენთ. მოგესალმებით. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის საქართველოს 2020-ის მიხედვით კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური და ხელმისაწვდომი ენერგომიწოდება. ამის უზრუნველყოფას მთავრობა გამანაწილებელ კომპანიებში განაწილების და მიწოდების ფუნქციების გაყოფით და რამდენიმე მიმწოდებელი კომპანიის ბაზარზე დაშვებით აპირებს. ასევე იგეგმება ენერგიის წყაროებთან მიერთების პროცედურების გამარტივება. მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ მიზნების დროულად განხორციელებაში ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან აღებული ვალდებულებებიც დაეხმარება. საქართველოს ევროპის ენერგეტიკის გაერთიანების წევრი უნდა გახდეს. ამას ქვეყანას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. ენერგეტიკულ გაერთიანებაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან გაწევრიანებულები. ორგანიზაცია ამ სახელმწიფოებს ევროკავშირის სტანდარტების დანერგვაში ეხმარება. ამ ფარგლებში უნდა განხორციელდეს ევროპული დირექტივების და კანონმდებლობის დამკვიდრება და დანერგვა საქართველოს საკანონმდებლო სისტემაში, რაც განაპირობებს ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის გარდაქმნას ევროპულ ბაზრად, კონკურენციის განვითარებას და მაღალი სტანდარტების მომსახურების მიწოდებას მომხმარებლებისთვის. დირექტივები ენერგეტიკის ყველა სექტორს, მათ შორის ელექტროენერგეტიკასა და გაზის სექტორებსაც ეხება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქსელზე მესამე მხარის დაშვებას და მიწოდებისა და განაწილების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ეს პრინციპები ეფუძნება მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენტული საქმიანობის ერთმანეთისგან გამოყოფას. იქნება უფრო გამჭვირვალე და ტრანსპარენტული ტარიფები. მთავარი კითხვა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესებაზე მსჯელობასთან დაკავშირებით უჩნდება, სწორედ ამ კომუნალური გადასახადების ქვითრებს უკავშირდება. რა მოხდება, როდესაც საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდება? შეძლებს თუ არა მთავრობა ამ გზით მაინც შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები და ტარიფები დაპირებულ დონემდე შეამციროს? ამ კითხვაზე არც ენერგეტიკის სამინისტროს და არც ექსპერტებს კონკრეტული პასუხები არ აქვთ. ტარიფის ზრდას ან შემცირებას გაწევრიანება და ამ დირექტივების იმპლემენტაცია არ განაპირობებს. დირექტივები კარნახობს, რომ ტარიფი უნდა დადგინდეს სწორად და სამართლიანად და ეკონომიურად და ამ ფორმით მოხდება შემდგომ ტარიფების დაანგარიშება. ამისი ანალიზი დღეს რომ ტარიფი გაიზრდება თუ შემცირდება ან რა ეფექტს გამოიწვევს, ამის ანალიზი დღეს შეუძლებელია. შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში თვალსაჩინო შედეგები არ მოხდეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ეს აუცილებლად აისახება ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სიმდგრადებს. აქვს თავისი ბუნებრივი დონე, თავისი ეკონომიკურად გამართლებული დონე, რომელიც უნდა იყოს დადგენილი. პოპულისტური მიდგომა ტარიფის მიმართ და ენერგეტიკის მიმართ არის ძალიან მავნებელი ქვეყნის განვითარებისათვის. ამ ეტაპზე საგზაო რუკაზე მუშაობა მიმდინარეობს. კონკრეტულად გაწერილი პროგრამა მხოლოდ რუკაზე მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. გლობალური კონკურენტუნარიანობის 2013-2014 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის მაჩვენებლით 52 ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ინდექსის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლით 54 ადგილზე.